არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ალექსანდრე თოფურია შეხვდება ბრაის მიჩელს. ეს ალექსანდრე თოფურიასთვის ძალიან კაი ბრძოლა იქნება და ორივე მებრძოლი თანახმა ამ დაპირისპირებისთვის. ალექსანდრესთვის ეს იმით იქნება კარგი, რომ ის შეხვდება, რაღაც დონეზე ცნობილ მებრძოლს. და თვითონ ბრაის მიჩელისთვის კი მას ექნება საშუალება იძიოს შური ილია თოფურიაზე. ყველას გვახსოვს მიჩელის მუხარები ილია თოფურიას მიმართულებით, ის იძახდა, რომ ის ცოლს ცემსო და ჯოჯოხეთში დაიწვებაო აუცილებლადო და ილია თოფურიამ თავისი სასამართლო დავები მოაგვარა, გამართლდა, როგორც ვიცახდი, თოფური არის კრისტალის სუფთა კაცი, ყველაფერი დაალაგა ისე როგორც საჭირო არის და დღესდღეობით სალაპარაკო ამ თემაზე ბრაის მიჩელს საერთოდ არაფერი აღარა აქვს. თუმცა მიჩელი არისვენებს და ემუქრება ამჯერად თოფურიას ცემით. მოდით ამ სუპერგმირის ინტერვიუს მოусმინოთ. არის იმის ალბათობა, რომ ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას შეხვდეს თეთრ სახში. რას ფიქრობ, ვინ გაიმარჯვებს? მე მინდა გეიჯიმ გაიმარჯვოს. ეს რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ $10,000 რომ მოგწე ვიზა დადებდი. გეიჯის წინააღმდეგ დადება არ მინდა, ის მომწონს, ილია კი მეზიზღება. ამიტომ ფულს იმაზე დავდებ, ვინც მომწონს. დარჩევას მიცემ გეიჯის და უმიზნოს თოფურიას ტანში. იმუშაოს ცენტრში, მარტო ჰუკებით არა. გეიჯი ნაკლებად მუშაობს კორპუსზე. არ უნდა დაიხარჯოს სახეში დამიზნებით, უნდა აიცილოს დარტყმა და დაუცხრილოს კორპუსი. დაზიანებული ტანით ილია ვეღარ იჩხუბებს. ჯასტინმა თოფურია კუთხეში უნდა მოიმწყდიოს და პირდებით ილია ვეღარ იქნება კარგი. ვიცი რასაც ვიძახი, ამ ტიპთან მიჩხუბია. გეიჯის მწვრთნელი რო ვიყო, ვეთყოდი კაციე ხელები და მიდი მხოლოდ წინ. დაუცხრილე წვიები ან გაუტარე მარჯვენა პირდაპირი. შეიძლება მარცხენა ჰუკიც და ყველაფერი დასრულდება. თავარია ბევრი ენერგია არ დახარჯოს, არ ეცადოს მთლიანად დაიხარჯოს. 1-2 დარტყმაც გაატაროს, რა უჭირს, რა პრობლემაა. პირველ რაუნდში ილიასთან მე მაგრად გამოვავლინე თავი. კარგად მუშაობდი ჯებებით, მან საერთოდ ვერ დამაზიანა. მან მეორე რაუნდში მომტყნა, როცა დავიღალე. მართლა ძალიან დავიღალე, დავჯექი სკამზე და გავიფიქრე. ამის დედაც ვერ ვინძრევი, მაგრამ თავს არ შევირცხვენ და ნამდვილი კაცივით ავდექი. კი, მაგრამ თუ ავართ იყავი და უძლური, რატო დათანხმდი ჩხუბზე? ბრძოლამდე 9 დღით ადრე ავად გავხდი. ამიტომ მეორე რაუნდში კაცურად უძლებდი და მივდიოდი მაინც წინ. ჩემი ჯებების გამო ილია მიზანში ვეღარ მახვედრებდა. ყველაფერი ხელებში მხვდებოდა, ან მხრებში. ეს სულ არ იყო მტკივნეული. მეთქი ასე მირტყი, რამდენიც გინდა. მოკლედ პირველ რაუნდში სახეში ვერ მარტყავდა და თუ მხვდებოდა, ვერ ვგრძნობდი. მან მეორე რაუნდში მცემა. როცა ვერ ვგრძნობდი ვეღარაფერს, ვერც ხელებს, ვერც ფეხებს, პირველში მაგრად ვიბოქსავე. კი, მაგრამ შენი ხომ წააქციე, ზურგზე დააჭედე, მაგარი იყო. კი, ეს პირველ რაუნდში იყო და ჩვეულებრივად დავასაბმითებდი კიდეც, მაგრამ ძალა არ მეყო ილეთის შესასრულებლად. მესმის ეს ჟღერს თითქოს თავს ვიმართლებ, მაგრამ მისი ფეხი რომ დავითრიე, ილეთისთვის გავიფიქრე. ძალა არ მაქვს, ხელები გათიშული მაქვს და მომიწია ფეხის გაშვება. მაგ დროს ის ადგა, მინდოდა გდების შესრულება, მაგრამ წავიქეცი და ის ზემოდან დამადგა. თუმცა კიდევ შევძელი მისი დაგდება. მაგ დღეს მე ვიგრძენი, რომ ილიაზე უკეთესი ვარ პარტერში. იმედია ოდესღაც მექნება რევანში. მაგრამ კიდია მექნება თუ არა. მე უბრალოდ ვიცი ის რაც ვიცი. თუ დავითრიე ის ზემოდან და არ იქნება რაუნდები, სადმე სუპერმარკეტის ეზოში, სადაც ახლოს არ იქნებიან მსაჯები, რომლებიც გაგვაშველებენ, მე მას დაუბრიდავ. იქ არ იქნებიან მსაჯები, თუ მე მას შევხვდი რეალურ ცხოვრებაში, ეგრევე მიწაზე დავაჭედებ და გავხევ სახეს. ის რეალურ ქუჩურ ჩხუბში ვერ მომერევა. ილია მერევა მხოლოდ UFC-ში, სადაც არის რაუნდები, წონის კლება და სადაც ავად ვარ. ასე რომ ქუჩაში თუ შემხვდა, პირდებით რომ დავლეწავ. რა შეგვიძლია ვთქვათ? მადლობა ღმერთს, რომ ბრაის მიჩელი ჯერ თოფურიას არ შეხვედრია და ამ ინტერვიუს მერე დიდი ალბათობით ილია თოფურიამ აიყვანა სპეციალური დაცვა. სინამდვილეში ბრაის მიჩელს მართლა მაგრად დაერხა, იმიტომ რომ ის 66 კილოგრამში შეხვდა ილია თოფურიას და ეხლა მან წონა დაიკლო, ჩამოვიდა მერაბ დვალიშვილის დივიზიონში 61 კილოგრამში, რა თქმა უნდა, პარალელურად მას დააკლდებოდა ძალა, ვეღარ იქნებოდა ისეთი მაგარი, თუმცა როდის იყო ისეთი მაგარი და შეხვდება ალექსანდრე თოფურიას, რომელიც აუცილებლად გაანადგურებს და სუფთა ადამიანურად მართლა მეწოდება ეს მებრძოლი, მაგრამ როგორც იტყვიან, მისაღები უნდა მიიღო. ამ ინტერვიუში ბრაისი მერაბ დვალიშვილსაც კი გადასწდა და იძახის, რომ მისი ძალიან მაგარი ძმაკაცია, მაგრამ პეტრიანის გამარჯვება უფრო გამისწორდაო. მერაბ დვალიშვილი რო დამარცხდა, შენ ზეიმობდი.
ეს იანის შტამბეჭდავი გამოსვლა იყო. სასიამოვნოა დივიზიონში ცვლილებების ნახვა. მე ძალიან მიყვარს ნერაბი და ვძმაკაცობ მასთან, მაგრამ ქრისტიანი ძმაკაცის კომაგობა იანის წინააღმდეგ ცოტა მიჭირს. პიატორს კარგად არ ვიცნობ, მას ერთხელ ვესაუბრე ტუალეტში, უხერხული იყო. ჩვენ ვსავდით და მე ველაპარაკებოდი. ის რაღაცას მეუბნეოდა, რუსულად არ მესმოდა, თუმცა მხედველობითი კონტაქტს მაინც არ წყვიტავდი და ვაგრძელებდი. შეუსწავლებ ბოზიშვილი ვიყო. კლეო! ნუ აფსამ ჩემს სიძიათოფლებზე. ხოდა ამ შეხვედრის მერე მე მიყვარს პიოტორი. მასზე ცუდად არ ვფიქრობ. მერაბთან ბრძოლისას მას ძალიან ვაკვირდებოდი და მოიგო კიდეც. კი, მოიგო, თუმცა გაიკეთა წელზე ოპერაცია და მენეჯერები იძახიან, რომ ის ზაფხულში დაბრუნდება. საინტერესოა, დაიწყებს მალე ვარჯიშს და მართლაც დაბრუნდება ზაფხულში. ნახოთ. იცით, მე ვლოცლობ, მას სერიოზული ტრავმა არ კონდეს, ღმერთმა დაიფაროს იანის წელი. მოდით ბიჭებო, ერთად ვილოცოთ პიოტორი, რომ გამოჯამრთელდეს. ღმერთო დიდებულო, დაიფარე პიოტორი, დაიფარე და დალოცე ჩემპიონი. თქვენ ხომ თვლით ძმებო რომ იეღოვამ გადაგარჩინათ? კი აზია ბაზარი ძმა აბარა მაშინ გავიცნოთ ერთმანეთი. მოკლედ მიჩელი თავის ამპლუაშია, გაზაობს, ჩვენ რა დაგვრჩენია? ჩვენ დაგვრჩენია ფული შევაგროვოთ, რომ უყიდოთ ამ ადამიანს ვენოკი. იმიტომ რომ იმის მერე რაც ის ალექსანდრე თოფურიას შეხვდება, ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან ცუდად. და თქვენ კი, ჩემო მაყურებელო, მინდა გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლაიქებია, კომენტარებია, მოკლედ აქტიური მაყურებლები მყავს და ყველანი ძალიან მაგრად მიყვარხართ და შეძლებს დაგვარად პასუხებსაც გცემთ ხოლმე კომენტარებში. მოკლედ თქვენ ახართ ჩემი მამოძრავებელი ძალა და мотиваცია, ამიტომაც ამ არხზე ამდენი ბევრი ვიდეოები გამოდის. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე. შენ ხარ მშიშარა და შენი ძმაც მშიშარა. როდესაც შენ ძმას შევხვდები, მაგრად გავძუყნი. მაშინ შენ გაგიმართლა ავად ვიყავი, თორემ შენს გაგძუყნავდი. შენ არ ხარ ღირსი, შენი შვილები ნახო, რადგან შენი პირველი მიცვალებული ხსოვნა იყოს. რომ გამსაჯო სრულფასოვნებისგან მეც შორს ვარ, თუმცა შენ